საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1 თებერვალს ღირსი მამის ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა განსაკუთრებული სიხარულით საბურთალოზე მდებარე წმინდანის სახელობის ტაძარში აღევლინა. ეს ეკლესია 2004 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აშენდა. საზეიმო ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ დეკანოზმა ანტონ ბეჟანიშვილმა ეკლესიაში შეკრებილები დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა. ჩვენი ტაძარი მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით აშენდა და როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ადგილას აგვეშენებინა ტაძარი, მივედით მის უწმინდესობასთან და მოგეხსენებათ, რომ 90-იან წლებში და შემდგომ უკვე ეკლესიების შენებლობის ხანა იდგა საქართველოში და 1999 წელი, როდესაც მის მოუწმინდესობამ გვაკურთხა, მას ძალიან გაუხარდა და თქვა, რომ ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძარი აგვეშენებინა, რადგანაც ამ წმინდანის სახელზე არ იყო არც ერთი ტაძარი და 1999 წლის 13 სექტემბერს მის ყოვლად უსამრდელოესობამ მეუფე დანიელმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულის წინადღეს აკურთხა ადგილი, სადაც უნდა აგვეშენებინა ანტონ მარტყოფელის ტაძარი. მისი უწმინდესობა ორჯერ ბრძანდებოდა გახსნის შემდეგ, გაგვახარა მრევლი ადგილობრივი მოსახლეობა და მას შემდეგ უკვე მე რამდენად აღვასრულებთ ამ დიდ დღესასწაულს და გვინდა რომ აქედან მიულოცოთ მის უწმინდესობას, ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოაკლოს, დღეგრძელობა და ანტონ მარტყოფელის მეოხება. ხშირად უთქვავს, რომ უდიდესი წმინდანიაო, მახსოვს გახსნის დღეს რომ იყო, მაშინაც ბრძანა, რომ თქვენ არ იცით რამდენად დიდი წმინდანია ანტონ მარტყოფელიო და ჩვენი სურვილია, რომ დღესასწაულის მადლი და ჩვენი მრევლის სიხარული აქედან შეეწიოს მის უწმინდესობას და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს. კიდევ ერთხელ მოგილოცავ დღევანდელი დიდი დღესასწაულის მადლი, წყალობა უფალმა მოგანიჭოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მომავალი წლები უფრო სულიერი სიხარულის მომნიჭებელი ყოფილიყოს ყოველი ქართველისათვის, სულიად საქართველოსთვის. ღმერთს მადლობა, რომ ღმერთმა ჩემი ხელით გააკეთა ეს, მე არ გამიკეთებ, მე უბრალოდ მოკვდავი ადამიანი ვარ, ღმერთს მადლობა, რომ ეს შემაძლებინა გავაკეთე. და ყველას ვლოცავ დღევანდელ დღეს ღმერთმა გაგვიმრავლოს, გაგვიხაროს, ცოტანი ვართ ქართველები, ღმერთს ვთხოვ, რომ გაგვამრავლოს, აგვაღვინდოს, დაგვაბრძენოს და ყოველივე კაი საქმე გვაკეთებინოს. დღევანდელი დღე ჩვენი ტაძრის დღესასწაულია, ულოცავ მთელ საქართველოს, ჩვენს უწმინდეს ღმერთმა სიკეთე და სიხარული მომადლო საქართველოს, ჩვენს უწმინდეს ჯანმრთელობა, ბედნიერება, ჩვენ წინამძღვალ დეკანოზ ანტონს დღეგრძელობა, მღვდელობა, დიდი სიყვარული ჩვენი ტაძრიდან მთელ საქართველოს, ჩვენს უწმინდეს, გილოცავთ ყველას. 13 ასურელი მამათგან ერთ-ერთის ანტონ მარტყოფელის ხსენების დღე არის. ჩვენი ეკლესიის დღესასწაულიც არის და ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს მიულოცავთ პირველ რიგში დღევანდელ დღის დღესასწაულს. ყოველთვის მობრძანდებოდა ჩვენთან და ახლა ჯანმრთელობას უსურვებთ, კარგად ყოფნას და აქედან მიულოცავთ დიდი სიყვარულით. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის, რომ საქართველოს მოუვლინა 13 ასურელი მამა, მათ შორის ანტონ მარტყოფელი, რომლის დღესასწაულსაც აღნიშნავთ დღეს მთელი საქართველო. ულოცავ ჩვენ ქართველ ერს, ულოცავ ჩვენს პატრიარქს. ყველას ულოცავ, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს 2008-ში იყო მახსოვს, მეორეჯერ რომ მობრძანდა. რა თქმა უნდა მამა ანტონს ულოცავ, მისი დამსახურებითაა ეს ყველაფერი აშენებული. დიდი ხანი ამ ეკლესიის მრევლი ვარ. აქაური თითქმის ბავშვობიდან აქა ვარ. აქაური ყველაფერი ხე, ქვა, ყველაფერი მიყვარს ძალიან. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მომენატრება აქაურობა.
ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი იყო იმ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, რომლებმაც მე-6 საუკუნეში ქართულ ხალხში მართლმადიდებლური რწმენა გააძლიერეს და რომელთა ლოცვით, შრომითა და მეოხებით მრავალი მონასტერი აშენდა. წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელთან არის დაკავშირებული კერამიონის უფლის ხელთუქმნელი ხატის კედზე გადატანილი პირის საქართველოში ჩამობრძანების ისტორია. ეს სიწმინდე, რომელიც ედესაში ნესტორიანელთა ტაძარში იყო დაბრძანებული, წმინდა ანტონს გამოუსყიდია და საქართველოში ჩამოუტანია. გადმოცემის თანახმად ხელთუქმნელი ხატის პირს ასურელი მამა სულთან ატარებდა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე წმინდა ანტონ მარტყოფელი წმინდა იოანე ზედაზნელთან ერთად ზედაზნის მთაზე მოღვაწეობდა. შემდეგ კი ლონოატის ხეობაში მსახურობდა. წმინდანთან უამრავი ადამიანი მიდიოდა და წმინდა მამის სასწაულებრივი ცხოვრებით ინტერესდებოდა. წმინდა ანტონმა შემოკრებილ მრევლს მონასტერი აუშენა, თვითონ კი კახეთის განაპირას ერთ მივარდნილ ადგილზე განაგრძო მოღვაწეობა და იქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩა. მისი ღვაწლის დამფასებლები აქაც მალევე მომრავლდნენ. წმინდა ანტონ მარტყოფელის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მის მიერვე დაარსებულ მარტყოფის მონასტერთან არის დაკავშირებული, რადგან სწორედ ამ ადგილზე, აკრიანის მთის წვერზე განაგრძო წმინდანმა შემდგომში მოღვაწეობა. როგორც ყველგან, აქაც მრავალი ადამიანი შეიკრიბა წმინდა მამის გარშემო. ბევრი მათგანი საცხოვრებლადაც რჩებოდა და ამიტომ ასურელმა მამამ საჭიროდ ჩათვალა მონასტრის აგება. თვითონ კი მთის მწვერვალზე მაღალი სვეტი აიშენა. იქ დაეყუდა და წლების განმავლობაში მოღვაწეობდა. ღირსი მამა იშვიათად ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთისმსახურების აღსავლენად. როდესაც აღსასრულის მოახლოება იგრძნო, წმინდა ანტონ მარტყოფელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, დაარიგა, დალოცა და აკურთხა ისინი. გარდაცვალების შემდეგ ის სვეტიდან ჩამოასვენეს და თავისვე დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილს და სოფელს, რომელიც მონასტრის სიახლოვეს მდებარეობს, საუკუნეების განმავლობაში უამრავი სხვადასხვა ისტორია დაუგროვდა, წმინდა ანტონ მარტყოფელის ღვაწლს გეოგრაფიული ადგილის დასახელებითაც ინახავს.